დღეს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ადამიანებისთვის საქართველოში ევროპა და ევროპული ღირებულებები. რადგან ბევრი მინდის ამაზე საუბრობენ, რომ ევროპა ჩვენი უდიდესი წარსული იყო, აქედან წამოვედით, მაგრამ ვერ ხდება ამის მაინც შემოსერჯეროვანი გააზრება, რადგან ადამიანები ვერ აფასებენ ამ ღირებულებებს სათანადოდ. არ შეიძლება ამ თემაზე საუბრისას არ თქვა, რომ ეს არის 60 წლის ბრალი, რადგან მაშინ მოხდა ის, რომ ადამიანების ცნობიერებაში ჩაინერგა ის, რაც მათი არ იყო და მათ ჩაუნერგეს, რომ მათ უნდა დაეცვათ ეს ღირებულებები, რაც დღეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი ხელსაწყო, რის გამოც საქართველოს უჭირს ევროინტეგრაცია. რაც აჯერებენ და აშინებენ რაღაცა ფსევდო შიშებით, რაც რეალურად არ არსებობს. ეს არ არის რაღაცა მართლა ახალი მოგონილი, რადგან 60 წლის წინ საქართველო იყო ევროპა, ეს ღირებულებები აქ მიმდინარეობდა, ამის გააზრება იყო, დისკურსი უშუალოდ მიმდინარეობდა და შემდეგ ამ 60 წელმა ეს დაკარგა. ევროპა არის რეალურად თავისუფლება, ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა, ერთი ადამიანის პატივისცემა მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, მისი შრომის უფლებების დაცვა, განათლების მიღების შესაძლებლობა და არა მხოლოდ უფლება, განაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება და ეს არის გზა ადამიანის წარმატებისკენ, არა მარტო ინდივიდუალური, არამედ საერთოდ სახელმწიფოს წარმატების გზა.